ჰელოუინი ის ერთადერთი დღეა, როცა შეგიძლია შუა ქალაქში მოჩვენების საკარნავალო კოსტუმში გამოწყობილმა იაროთ და არავინ დაგიძახებს გიშს. თუმცა ეს მხოლოდ ცივილიზებურ სამყაროს ეხება. ჩამორჩენილ ქვეყნებში კი თავისუფლად შეიძლება შეურაცხყოფა მოგაყენონ და გაჯარიმონ, ციხეში გაგიშვან და დაგხვრიტონ კიდევაც. თუმცა ეს ვიდეო დახვრეტაზე და ჩამოხრჩობაზე არაა, ის დღესასწაულზეა, მაშ რა დღესასწაულია ჰელოუინი. ვინ და როდის მოიფიქრა, რომ 31 ოქტომბერი უნდა იყოს დღე, როცა სახლის კარზე ჩონჩხი უნდა დაიკიდოს. ყველაფერი დაიწყო ძალიან შორეულ წარსულში, იმ დროს, როცა ადამიანები ჯერ კიდევ ბუნებას ეთაყვანებოდნენ და მზე არ იყო მხოლოდ დეკორაცია ინსტაგრამისთვის. კელტებს ჰქონდათ დღესასწაული სახელად სამჰეინი. ეს იყო ზამთრის დასაწყისი, ანუ დრო, როცა ნათესები უკვე აღებულია, სითბო აღარ არის და ბუნება თითქოს კვდება, რათა გაზაფხულზე კლად აღსდგეს. კელტები თვლიდნენ, რომ ამ დღეს ცოცხალთა და მკვდრების სამყაროებს შორის პორტალები იხსნება და წინაპრების სულები მოდიოდნენ სტუმრად ცოცხლებთან. ეს სულაც არ ითვლებოდა ნეგატიურ მოვლენად. მაგრამ ლეგენდის თანახმად წინაპრების გარდა მაგ დღეს სხვა სულების მოდიოდნენ, ეგრეთ წოდებული ავისულები, რომლებთან შეხვედრაც არავის არ უნდოდა. ამ სულების დასაფრთხობად ხალხი ცეცხლს ანთებდა, იცვამდა ნიღბებს და აკეთებდა ყველაფერს, რასაც დღეს ჰელოუინის ატრიბუტიკას ვეძახით. ანუ, ამდენი ნიღბიანი ხალხი თავიდანვე იყო, უბრალოდ მაშინ ამას სერიოზულად აღიქვამდნენ. ამ სულებს ნიღბიანი ადამიანები თავისიანები უნდა გონებოდათ და მათვისიანი არ უნდა მიეყენებინათ. ევროპის უმეტეს ნაწილში კელტური ტომების განადგურების ან ასიმილაციის შედეგად კელტური კულტურა და მათი ტრადიციებიც განადგურდა. თუმცა კელტები გადარჩნენ ირლანდიაში და ბრიტანეთში, თანამედროვე ირლანდიელები, შოტლანდიელები და უელსელები სწორედ კელტები არიან წარმოშობით. სწორედ ამ ერებმა შეინარჩუნეს სამჰეინი ქრისტიანობის გავრცელებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ირლანდიაშიც და შემდეგ ბრიტანეთშიც ქრისტიანობა მშვიდობიანად გავრცელდა, თუ არ ჩავთვლით ძველი რელიგიის ქურუმების კოცონებზე დაცვას. მაგრამ ჩვენი ვიდეო ხომ დღესასწაულზეა, ამიტომ ასეთ დეტალებს გამოვტობებთ. მაშ ასე კელტურ ქვეყნებში ქრისტიანობა გავრცელდა და საჭირო იყო მოსახლეობის რამენაერად დამშვიდება, რომ ამის წინააღმდეგ არ აჯანყებულიყვნენ. ამისთვის კათოლიკურმა ეკლესიამ ნაცად ხერხს მიმართა და ძველ წარმართულ დღესასწაულებს სახელწოდებები შეუცვალა, წარმართული ღვთაებები კი ქრისტიანი წმინდანებით შეიცვალა. ანუ მაგალითად წარმართული სოფლის მეურნეობის მფარველი ღვთაება შეიცვალა რომელიმე ქრისტიანული წმინდანით, რომელიც გამოცხადდა იგივე სოფლის მეურნეობის მფარველად, დღესასწაულების თარიღებიც იგივე დარჩა. ასე კათოლიკები ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავდნენ, ქრისტიანობასაც ავრცელებდნენ და აჯანყებასაც თავიდან ცილებდნენ. ანალოგიური პრინციპით შეიქმნა ჰელოუინიც. წარმართულ დღესასწაულ სამჰეინს დაარქვეს All Hallows Eve, ყველა წმინდანის საღამო. ტრადიცია დარჩა, მაგრამ სახე იცვალა და თანდათან გადაიქცა უფრო ბავშვურ გართობად. თანამედროვე ჰელოუინი ფაქტობრივად ბავშვების მიერ ლეგალიზებული შანტაჟია, მომეცი შოკოლადი, თორემ შენი კარი თეთრად შეიღებება. ეს ტრადიცია უკვე ამერიკაში გაჩნდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იქ შიმშილს გამოქცეული ურიცხვი ირლანდიელი ჩავიდა. 1950-იანი წლებიდან კი ჰელოუინი უკვე გახდა ფერადი, ხმაურიანი და ძალიან ამერიკული. გოგრაც სწორედ მაშინ გახდა ჰელოუინის სიმბოლო. არა ლეგენდალოდ ჯეკზე, რომელმაც ეშმაკი მოატყუა და თავისი სული ჯოჯოხეთიდან იხსნა და საუკუნების განმავლობაში დადის ასე, სამყაროებს შორის დაჭედილი და გოგრისგან გაკეთებული ლამპით ინათებს გზას, ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ასე ყველაფრის გოგრით მორთვა მიღებული არ იყო. ჰოლივუდმა კი ყველაფერი გააფუჭა ან გააუმჯობესა. მოჩვენებები, ზომბები, ნიღბები, ხელოვნური სისხლი. ამ ყველაფერმა საბოლოოდ აქცია ჰელოუინი იმ დღედ, როცა ყველაზე მეტი ხელოვნური სისხლი იყიდება მსოფლიოში. დღეს ჰელოუინი არის ბიზნეს ფენომენი. მილიარდობით დოლარი იხარჯება დეკორაციებში, კოსტიუმებში და ტკბილეულში. ანუ კაცობრიობა მიპოვა გზა როგორ აქციოს შიში მაღალშემოსავლიან ეკონომიკურ სექტორად. და მაინც რატომ გვიყვარს ჰელოუინი? ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დღესასწაული, სადაც შეიძლება იყო ვინც გინდა, ვამპირი, მოჩვენება, სუპერგმირი ან უბრალოდ დაღლილი ადამიანი, რომელიც მუშაობს. სიკვდილი, შიში და სიბნელე აქ უბრალოდ დეკორაციაა, ჩვენ ვიცინით იმაზე, რაც ადრე გვაშინებდა. და ეს, ალბათ, ყველაზე კარგი მეტაფორაა ადამიანობის შესახებ. ასე რომ როცა მომავალ წელს ვიღაცა მოგწერს კამფეტი ინ სიცოცხლე. იცოდე, რომ ეს უბრალოდ ჰელოუინი მოგვიახლოვდა, დღესასწაული, რომელიც გვახსენებს. შიში გადის, შოკოლადი კი რჩება.